ენით დაკოდილი. კაცი და დათვი დაძმობილნი. კაცმა დათვის სახლში მიიპატიჟა და ნადიმი გაუმართა. დათვმა დიდად მოილხია. გამომშვიდობებისას კაცმა დათვი გადაკოცნა და თავის ცოლსაც მოსთხოვა იგივე გაეკეთებინა. ცოლმაც გადაკოცნა დათვი, მაგრამ კოცნისას ნადირის უსიამოვნო სუნი ეცა. თავი გვერდზე გასწია და თქვა: ეს რა ცუდი სუნი ასდის დათვსო. დათვი დაყოვნებული წავიდა. რამდენიმე ხნის შემდეგ კაცი ესტუმრა. თან ცული ჰქონდა წაღებული, რადგან უკანა გზაზე ტყეში შიშის დაპოვას აპირებდა. დათვმა კაცს კარგად უმასპინძლა. განშორებისას კი დაჟინებით სთხოვა, ცული თავში დამკარი და დამკოდებული. კაცი ჯერ უარზე იდგა, მაგრამ ბოლოს დათვის თხოვნამ გაჭრა. რადგან სხვა გზა აღარ ჰქონდა, კაცმა დათვი თავში დაჭრა. ერთი თვის შემდეგ კაცი და დათვი კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს. ამ დათვს თავი გამთელებოდა. შეეგება დათვი კაცს და აი რა უთხრა: ხედავ, შენ მიერ ცულით გაყოფილი თავი მომირჩა, გამიმთელდა, მაგრამ შენი ცოლის ენის დაკოდილი გული კი არა.